ცნობიერების ამაღლებაც იმიზნით დავიწყეთ ჩვენ, რომ გაიღვიძოს ყველა მედიცინიდან დაწყებული ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ვისაც ევალება ამ ბავშვების მართვა. გარდა იმისა, რომ ბავშვი ებრძვის ურთულეს დიაგნოზს, მშობელი და ოჯახი მარტოა. ზოგადად რა ხდებოდა ევროპაში? როგორ იმართებოდა დიუშენი, რა კეთდებოდა, როგორ ეხმარებოდნენ მსგავსი დიაგნოზის პაციენტებს. ანუ სოციუმის მზაობა და საერთოდ დამავიწყდა იმ პერიოდში ესე დაავადებას ვებრძოდით. ყოლა გიღებს, არც საზოგადოებაში გადაადგილება არის პრობლემა, არც სკოლა, ყოლა არის მზად მიგიღოს როგორიც ხარ და ყოლა გეხმარება. დედა ამ მხრივ კიდე მშვიდად ხარ. ყველაზე მარტივი უკვე როცა მედიკამენტების მოლოდინი გაჩნდა, ყველაზე მარტივი გზა იყო ის, რომ შენ ქვეყანამ მოგიტანოს წამალი და დროულად გიმკურნალოს. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია თაკო გოგალაძე. ჩვენ ვისაუბრებთ დიუშენის სინდრომზე. გამარჯობა თაკო. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სტუდიაში. მადლობა. დავიწყოთ ხო, ანუ ცნობიერება ასე თუ ისე ამ ბოლო მოვლენების გამო ამაღლებულია დიუშენის სინდრომთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ მინდა ჩემი პოდკასტით ვისაუბროთ ამ თემაზე და უფრო ღრმა დეტალებში შევიდეთ. მოკლედ დავიწყებ იმით, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც დედიდან გადაეცემა ბიჭებს, დაახლოებით 4000-5000 ბიჭში ერთს ემართება ეს სინდრომი. და მე როგორც მშობელს, როდესაც ჩემს შვილს ეს დიაგნოზი დაესვა, არც მე არ ვიცნობდი ამ დიაგნოზს, იმიტომ რომ ეს იყო სრულიად ახალი ჩვენთვის, იმიტომ რომ არც გენეტიკაში არავის არ გქონდა, არც გაგებული არ გქონდა და სრულიად რაღაცა ახალ იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, ესე ვთქვათ, წავაწყდით ესე რომ ვთქვათ, აი ამ ძიების პროცესში, იმიტომ რომ ვატყობდი, რომ ჩემი შვილი, როდესაც 3 წლის იყო, ვერ დარბოდა ისე როგორც ყველა ბავშვი, კიბეზე ასვლა უჭირდა და გამიჩნდა ბევრი შეკითხვა, რატომ, როდესაც ვადარებდი ბავშვებს და შემდეგ ჩემი დაჟინებული თხოვნით ნევროპათოლოგმაც მოგეთ შევაწუხე, იმდენჯერ ვიყავი ექიმთან მისული და ბოლოს დაეჭვდა ეს ადამიანიც და მივიდა იმ დიაგნოზამდე, რაც ძალიან ჩვენთვის იყო, რა ვიცი, კატასტროფულად ძიმე, შოკი, იმიტომ რომ თვითონ ექიმისთვისაც რთული იყო, რადგან მის პრაქტიკაში ანდრია იყო პირველი მისთვის. ვინც აღმოაჩინა, ამდენი წლები მუშაობდა ეს ადამიანი, შესწავლილი ქონდა ეს დაავადება, მაგრამ ანდრია იყო მისთვის პირველი პაციენტი. და რომელი წელი იყო ეს? ეს იყო 2020. მაშინ ანდრია 3 წლის იყო და არ ვიცი, რა შევადარო იმ პერიოდში, ესე რომ ვთქვათ, როდესაც იგებ დიაგნოზს, მაშინ ახლა დედა რას აკეთებს, ხო? შედიხარ ინტერნეტ სივრცეში, ყველაფერი ღია და ვკითხულობ, არაფერს კარგს. უმძიმესი დიაგნოზი, სადაც ერთი დადებითიც ვერ ამოვიკითხე და ბოლოს ვკითხულობთ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა არის მოკლე, მაქსიმუმ 18-20 წელი. არ ვიცი რა, ის პერიოდი, საერთოდ 2 წელი არც მახსენდება ხოლმე ზუსტად, იმიტომ რომ ეს იყო იმ მთლიანად სიბნელის 2 წელი. იმიტომ რომ ვკითხულობ და გამოსავალს ვერ ხედავ, იმიტომ რომ დაავადება არის ურთულესი, ფატალური და თვითონ მედიცინაც კი, ესე რომ ვთქვათ, უძლურია მის წინაშე. თუმცა იყო ძალიან ბევრი მედიკამენტი კვლევაში და ერთი საიმედო რაც იყო ჩემთვის იმ მომენტში, რომ დავიწყა მედიკამენტებთან, ესე ვთქვათ, მედიკამენტების ძიება და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყავდა ეს მედიკამენტები, როგორ გადიოდნენ თითოეულ ფაზას და დაავადება, რომელიც ფატალურია და ამერიკაშიც და ესე აღიქვამენ რა, ვთქვათ, killers ეძახიან, იმიტომ რომ მედიცინა ამ შემთხვევაში ძალიან, ესე ვთქვათ, უძლური იყო ამ პრობლემასთან, თუმცა ძალიან ბევრი მუშაობა მიდიოდა, რომ როგორმე გამოსავალი მოეძებნათ, რადგან ამ შემთხვევაში ეს არის კუნთოვანი დისტროფია, როდესაც ბავშვებს
ამ ცილა დისტროფინს ვერ გამოიმუშავებენ, ორგანიზმში არ აქვს ცილა, სანამ პატარა ბავშვი გადაადგილდება, მოძრაობს, თუმცა ასაკისმატებასთან ერთად დაახლოებით 7-8 წლიდან ნელ-ნელა უკვე რეგრესირებს დაავადება და იმის მაგალითად რომ რაღაცა ბავშვი იზრდება, შეებრძოლო დაავადებას, გქონდეს მომავლის იმედი, ესაა დაავადება, რომელიც პირიქით ყოველი ახალი წელი ნიშნავს 1 წელი მინუს. და ძალიან ურთულესი პერიოდი იყო, ანუ არავინ არ მყავდა. ანუ ვერც ექიმი ვნახე ისეთი, რომელიც სწორ მიმართულებას მომცემდა. საქართველოში ნაკლებად, რა ვთქვათ, ცნობიერება იყო ამ დაავადების მიმართ. და ვიცი, ალბათ თავიდან ყოველას ესე იმართება და მეც მათ შორის რომ ანუ 2 წელი არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ჩვეულებრივად გათიშული ვიყავი. ანუ წინასწარ გამოვიგლოვე ჩემი შვილი. და ვიყავი ესეთ სიმღერაში, გარეთაც ვერ გავდიოდი. თან პერიოდიც დაემთხვა, რომ კორონავირუსი იყო, ისედაც იზოლაციაში ვიყავით და ამ მომენტში მოკლედ გავიდა ესე ტანჯვაში 2 წელი და არც ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება დედას, გამოვიდეს მდგომარეობიდან, დავიწყე მე კითხვა. ანუ როგორ მუშაობდა ეს სხვა ქვეყნებში, ანუ რას აკეთებდნენ დედები ამ მომენტში. და დავიწყე ორგანიზაციების მოძიებაც, როგორც მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე ევროპაში რა ხდებოდა დამინტერესდი, ვნახე და მე გავიგე რომ არსებობს მშობელთა ორგანიზაციებიც, როგორ მუშაობენ ამ დაავადებასთან ბრძოლაში. მოკლედ ესე ნელ-ნელა გამოვფხიზლდი, დავიწყე ჩემი ესე ვთქვათ, ფსიქოლოგი ჩემი თავის გავხდი მე, დავიწყე კითხვა. როგორ მოემზადოს დედა, როგორ მოამზადოს შვილი, როგორ მიაწოდო ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ პატარა როცა არის ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ ბავშვი ამჩნდება არანაირი შეკითხვა ვერ ხვდება. მაგრამ უკვე ანდრია ახლა 9 წლის გახდა და უკვე გართულდა, იმიტომ რომ შაშან თუ დამოუკიდებლად ადიოდა კიბეებზე წელს, კიბეზე ვერ ადის, უჭირდება მას ჩემი დახმარება. და ამ მომენტებში უკვე ნელ-ნელა უჩნდება კითხვა, ანუ რა დაავადება მჭირს. თუმცა ახლა მე არ ვარ მზად და ჩემს გარშემო ყველა მიცის და ექიმებაც რომ მე არ ვარ მზად რომ ეს დიაგნოზი ჩემს შვილს მივაწოდო მე. და რომ ძალიან მშიშარაცაა და ვერ აუხსნი, ამიტომ აი ახლა ცნობიერების ამაღლებაც, ზუსტად იმ მიზნით დავიწყეთ ჩვენ რომ ანუ გაიღვიძოს ყველამ რა, ანუ მედიცინიდან დაწყებული ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, თქვენ დაახლოებით ვისაც ევალება ამ ბავშვების მართვა, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვი ებრძვის ურთულეს დიაგნოზს, მშობელი და ოჯახი მარტოა. ანუ არავითარი დახმარება. და გავიდა ესე რომ ვთქვათ, დავუბრუნდები ისევ იმ პერიოდს, როდესაც გავიღვიძე ნელ-ნელა რომ დავიწყო თქო ბრძოლა. და შემდეგ გადავწყვიტე რატომღაც გადავწყვიტე რომ უნდა წავსულიყავი. ანუ მაინტერესებდა შემედარებინა. შემედარებინა შესაძლებელი არაფერი არ იყო, საქართველოში არაფერი არ ხდებოდა. მაგრამ გადავწყვიტე წავსულიყავი სტრასბურგში, მოვიძიეთ კლინიკა, სადაც ასე თუ ისე ამ დაავადებაზე მუშაობდნენ, რადგან ყველა კლინიკა, ესე ვთქვათ, ღია არ არის დიუშენისთვის. და წავედი იმით რომ მიზნით რომ ანდრიას დიაგნოზი კიდევ ერთხელ გადამემოწმებინა, რამე შუა შევცდი, სწორად მართავთ თუ არა ამ დაავადებას და ზოგადად რა ხდებოდა ევროპაში, როგორ იმართებოდა დიუშენი, რა კეთდებოდა, როგორ ეხმარებოდნენ მსგავსი დიაგნოზის პაციენტებს. რა თქმა უნდა, ხა როგორც გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში იყო რა ის სოციუმის მზაობა. ანუ სოციუმის მზაობა და საერთოდ დამავიწყდა იმ პერიოდში ესე დაავადებას ვებრძოდით, იმდენად ღია იყო, ყველა გიღებს. არც საზოგადოებაში არ გადაადგილება არის პრობლემა, არც სკოლა, არაფერი საერთოდ, ყველა არის მზად მიგიღოს როგორიც ხარ და ყველა გეხმარება. და სრულფასოვანი საზოგადოების წევრად გეძინა. სკოლიდან დაწყებული, როგორ გვერდში გვიდგნენ, ანუ ყველანაირად დამხმარე ასისტენტი, რეაბილიტაცია და ყველაფერი, ანუ ყველანაირად. თუმცა ჩემი მიზანი მაინც არ იყო ახლა ის, რომ ახლა სტრასბურგში უნდა მეცხოვრე, იმიტომ რომ მარტო ანდრია არ მყავს, მე 3 შვილი მყავს. მაგრამ მე დავიწყე ზოგადად ვაკვირდებოდი ახლა ექიმთანაც რომ მივედით ვიზიტზე, როგორ ხდებოდა
ესე ვთქვათ, მონიტორინგი. როდესაც კლინიკაში მივდიოდით, როგორ ამოწმებდა გუნდი ამ დაავადებას, რადგან ეს არ იყო მარტო ერთი ნევროპათოლოგის მისახედი დაავადება, იყო ჩართული კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ასე შემდეგ. ორთოპედი, მე რა ვიცი, გუნდის მიერ ხდებოდა ამის შემოწმება. გიბარებენ ყოველ 6 თვეში ერთხელ, ანუ დედა ამ მხრივ კიდე მშვიდად ხარ, იმიტომ რომ შენ თუ რავი გამოგრჩა, ყოველ შემთხვევაში კლინიკა და ექიმები იმ საშუალებას არ გაძლევენ მოდუნდე, იმიტომ რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ გიბარებენ, რომ მონიტორინგს გიტარებენ, რომ რამე პათოლოგია არ გაიპაროს. და ემოციურადაც მშობლისთვის მარტო არ გძნობთ თავს. ამ ესე იგი სტრასბურგში ყოფნის დროს მე არ ვკარგავდი კონტაქტებს რამდენიმე მშობელთან. რომელიც წასვლამდე გავიცანი, მათაც ახალი დასმული ქონდათ ეს დიაგნოზი და ნაწილობრივ რაღაცა გეგმები ქონდა ჩვენთვის, რომ ანუ როდემდე ვიყოთ ესე, მოდი რაღაცა ჩვენც შევცვალოთ. მე ვიცოდი რომ დროებით ვიყავი წასვლი და დავბრუნდებოდი და გამოცდილებებს წამოვიღებდი და აი ამ მშობლების ესე ვთქვათ ანუ გავგიმართლა რა ძალიან ძლიერი მშობლები აღმოჩნდით ერთად და უფრო დააჩქარა აი ამ პროცესებმაც ჩემი დაბრუნება რომ აი დაბრუნდი და აქაც ვიბრძოლოთ იმიტომ რომ ყველაზე მარტივი უკვე როცა მედიკამენტების მოლოდინი გაჩნდა ყველაზე მარტივი გზა იყო ის რომ შენ ქვეყანამ მოგიტანოს წამალი და დროულად გიმკურნალოს იმიტომ რომ სადაც არ უნდა წავიდეთ ძალიან ბევრი პროცედურებია გასავლელი, უნდა აკმაყოფილებდე სტანდარტებს, ნუ ყოველ შემთხვევაში მოქალაქი მაინც უნდა იყო რომ მიიღო. და ეს რაღაც გარკვეულად დიდ პერიოდს მოითხოვდა. და არც ბავშვებს არ უნდა და სხვაგან ცხოვრება და ძალიან გაუჭირდათ. მოდესაც დავბრუნდი 2024 წელი იყო აი მაშინვე დავაარსეთ ოფიციალურად ორგანიზაცია და უკვე დავიწყე ისიც რომ ჩემი გამოცდილებებიც გავიზიაროთ თქო, მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროში, შეიძლება ძალიან ძლიერი მშობლები დამხვდნენ აქ და ეხლაც ესე ვაგრძელებთ. რომ მოდი პირველ რიგში რაც გადავწყვიტეთ, რომ აი გავზარდოთ ცნობიერება. ანუ გაიგოს საქართველოში ყველამ, რომ არსებობს ესეთი დაავადება, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ესეთი მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც მხოლოდ ბიჭებში აისახება და მოკლედ საზოგადოების მზაობას ამ შემთხვევაში მარტო ესე ბრძოლა თუ ქვეყანაში ცნობიერება არ ამაღლდა, ადამიანებმა არ გაიგეს რა ხდება, რა პრობლემის წინაშე დგანან ეს ჩვენი შვილები. დავიწყეთ კამპანიები ამ ცნობიერების ამაღლების მიზნით და აი იმ პერიოდში უკვე საქართველოში იყო ერთ-ერთი კომპანია, ფარმაცევტული კომპანია, რომელიც წარმოადგენდა Exons Keepings, იმ ერთ-ერთ მედიკამენტს, რომელსაც ვითხოვთ და მათი დახმარებით, მოკლედ გაიმართა კონფერენციებიც, ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამდენიმე შეხვედრაც, თვითონ ექიმებიც ესწრებოდნენ კონფერენციებს ამ მედიკამენტთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ რა და მე ექიმების მხარდაჭერაც გქონდა რომ აი იბრძოლეთ და იმ მშობელი როცა ძლიერია და ორგანიზაცია არის ძლიერი, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. ეს უფრო მეტ мотивაციას გვაძლევდა და ჩვენი სახსრებით საერთოდ არანაირი დახმარება არ გქონია იმ პერიოდში ჩვენ ვინც შევიკრიბეთ წევრები ორგანიზაციის და დაახლოებით 60 წევრამდე არის უკვე ვინც მოვიძიეთ და ნუ ჩვენ თვითონ გადავწყვეტეთ რომ ჩვენი ორგანიზაცია დავაარსეთ და მოდი ჩვენვე ვიყოთ აი ამ ყველაფერში ჩვენ შევიტანოთ წვლილი იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დამხმარე არავინ არ გვყავდა ესე ვთქვათ ფინანსურად ჩვენ თვითონ ვაგროვებდით ჩვენ საწევროს და მოვიძიეთ შემდეგ ოჯახები ვინმე თუ ჭირდება დახმარება დავეხმაროთ იმიტომ რომ აქამდე რაც მე გავიგე და რაც როგორც გამოცდილებაც მივიღე ჩვენთან დიუშენი არ იცოდნენ ადამიანებმა რა იყო და დედები და შვილები ესე სახლში უპატრონოდ მართლა ესე იხოცებოდნენ ისე რომ არავინ არ იცოდა მათ შესახებ და პირველ რიგში როცა ვფიქრობდით აი ძალიან დიდი სურვილი მქონდა ის რომ ორგანიზაცია როგორც იყო ევროპაში და როგორც იყო მსოფლიო ორგანიზაცია და მათთან ახლო კავშირი მაქვს
ეს სრული მქონდა, რომ სწრაფად შეიქმნას ორგანიზაცია, რომ აი დედები, სამწუხაროდ ის დედები, რომლებიც იმის მერე შემოგვიერთდნენ და ვიცოდი, რომ შემოგვიერთდებოდნენ ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, პაციენტების რაოდენობაც იმატებს. რა ის სრული მქონდა, რომ აი მშობელი რომელიც აღმოაჩენს დაავადებას არ იგრძნოს თავი მარტო, ვიყოთ ჩვენ და იცოდეს რომ არსებობთ, არის ორგანიზაცია და ჩვენი კარი ღია და ფსიქოლოგებით ჩვენ ვქნებოდით და აი ყველაფერი იმ მომენტში დავეხმარებოდით და ის სწორ გზას ვუჩვენებდით, რომ როგორ არ უნდა დაკარგო დრო, როგორ დაიწყო დაავადების მართვა და ასე შემდეგ. რომ აი ოჯახები ყოფილიყვნენ ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილნი, იმიტომ რომ ძალიან რთულია და წარმომიდგენია, რამდენჯერაც ახალი პაციენტი გვემატება, იმდენჯერ მახსენდება ჩემი თავი და ის მომენტი, რასაც აი მშობელი გადის, იმიტომ რომ დაავადებაც არის უამრავი დაავადებებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეთი სასტიკი და ფატალური დაავადება ისე დაავადებებში არ არსებობს. და აი ამ შემთხვევაში ძალიან სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება მთლიანად ოჯახს. ეს ნელ-ნელა ვიზრდებოდით, ვამაღლებდით ცნობიერებას, მივედით ჯანდაცვის სამინისტრომდე. რა თქმა უნდა, ამ დროში ახლა ამ პერიოდში როცა მუშაობთ, დროც გადის და ჩვენ ისიც და ვფოთავთ, რომ დრო გადის და ეს ბავშვები რეგრესში არიან. რამდენიმეს გაორთულდა მდგომარეობა, რამდენიმე ბავშვი ეტყს მიეჯაჭვა და თან ეს მომენტი გვაშინებს. მოდით ჩაგეკითხებით, აი დრო გადის რო ამბობთ მაყურებლისთვის, ეს არის მედიკამენტის დროულად მიღებაზე ხო საუბარი? კი, ნახეთ, სადღაც უკვე 2024 წლის შუა პერიოდი იყო, მოგეთ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ კონტაქტი იმ მიზნით, რომ უკვე წამლების აღიარება უკვე ამერიკაში სრულყოფილად ესე ვთქვათ, ეს ოთხივე მედიკამენტი, რასაც ახლა ვითხოვთ, ამერიკაში აღიარებული იყო. 2025-ის ზაფხულში უკვე ევროპამაც აღიარა და ვიწყებთ ბრძოლას, რომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი დროს მოითხოვს და ამიტომ კიდე დრო არ დაიკარგოს. პრევენციის მიზნით გადავდგათ ნაბიჯები, ჯანდაცვის სამინისტროში შევიდეთ, მოუყვეთ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ ნახევარზე მეტი გაკეთებული საქმე შევიტანეთ იქ და მზად ვიყავით, რომ ჩვენი რესურსი გამოეყენებინათ. და მივედით მშობლები, მოვახსენეთ ამ დაავადების შესახებ და მინისტრმა არ იცოდა, როგორც მაშინ განაცხადა. და რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჩვენ ახლა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, რადგან ჩვენ მაინც ვთვლიდით, რომ ცივილური გზებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტში, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით მშობლებმა, უამრავ ინფორმაციას ვფლობთ, კომპანიებთან კონტაქტი გვაქვს, ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ, გავდივართ ქვეყნის გარეთ კონფერენციებს ვესწრებით და გვინდოდა რომ ძალიან ცივილურად ამ ინფორმაციის გაზიარება, ერთად მოგვეძებნა გზები. თანამშრომლობა, კი. მოკლედ თავიდან 2-3 თვე იყო გასული, რასაც ჩვენ მივახციეთ, რომ აი სტატუსი მიენიჭათ აი ამ ბავშვებს. სტატუსიც არ ქონდათ. არ ქონდათ და ეს იყო კიდე ცალკე ტრაგედიაც, რომ აი ბავშვები და მშობლები დადიან ექიმებში, დარბიან წინ და უკან, არავინ არ იცის დიუშენი რა არის, როგორ მართვა, გეუბნებიან, რომ ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, ეხლავე თუ არ მიიღებთ ჰორმონს, ეს ბავშვი 7 წლის მერე ვერც გაივლის და იძულებული ხარ, რომ ამ დროს ჩართო ჰორმონი, რომელსაც მილიონი უკუჩვენება აქვს. და ერთი რომ დაავადებას ებრძვი და მეორე ამ ჰორმონის უკუჩვენებას. აი ყოველთვიური მონიტორინგი, რომ რაღაცა არ გამოგვიპაროს და ამ დროს არც კონსულტაცია. ეს ჰორმონი რა შვება? ჰორმონი ანთებას აცხობს კუნთებში, ცოტა ძალას მატებს ბავშვებს, რომ აი თქვათ 7 წლის მაგივრად 9-10 წლის ასაკში ჩაჯდეს ეთერში. მაგრამ რეალურად მუშაობს თუ თქვათ დასავლეთში ამას აღარ იყენებენ? რეალურად მუშაობს, კი. რა თქმა უნდა, სანამ ახლა ჩემშულსაც მივცემდი, გაიდლაინებსაც გადავხედე, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ზოგადად არჩევანი აქვს მშობელს, მისცემ თუ არ მისცემ ჰორმონს, თუმცა როდესაც დაავადებას ეცნობი, ხვდები, რომ ჰორმონის გარეშე იმ წლებს მოვაკლებ რა, რომ შეიძლება +3 წელი უფრო იაროს და მალე არ ჩაჯდეს ეთლში.
რადგან ორგანიზმი იზრდება, ბავშვი იზრდება, რესურსი მეტი სჭირდება და ვეღარ ერევა. ხო და ერევა ეს ორგანიზმი. და ძალიან რთული იყო და ამ მომენტში კიდევ ის იყო, რომ გავიგეთ, რომ არსებობენ ბავშვები 13, 14, 15, 16 წლის ბავშვები, რომელსაც სტატუსი არ აქვთ და ახლა ჩემი შვილიც რომ მე ვიყვანე, ძალიან რთულია ახლა როდესაც მიყავს ბავშვი, რომ აი შემაპირი სტატუსი უნდა მიენიჭოს, ცალკეული ეს ტრაგედია, თუმცა სხვა გზა არ გაქვს, მაგრამ გეუბნებიან ესეთ რაღაცას, როდესაც მე მივყვანი ანდრია, რომ შენი შვილი დადის და ამ შემთხვევაში სტატუსს ვერ მიენიჭება. როდესაც დაჯდება ეტლში, მობრძანდებით და მიიღებთ სტატუსს. და სხვა ქვეყნებში როგორ არის? რა თქმა უნდა, ეს ისეთი მძიმე დაავადებაა, რომ ბავშვს დაბადებიდან დიაგნოზი აქვს და ამ დიაგნოზის მატარებელია, მაგრამ აქ გვეუბნებოდნენ, რომ ჯერ ჩაჯდეს ეტლში და არ ვიცი, როცა აღარ რეაბილიტაცია მოქმედებს. ეტლი რატო განსაზღვრავს მაგ შეზღუდულ შესაძლებლობას? ხედავენ, რომ მოძრაობს, თითქოს იმ შემთხვევაში დიაგნოზს ატარებს ბავშვი და რა მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ცალკეული კიდე რაც ოჯახებშიც მძიმედ იყო ეს. მხარდაჭერის მაგივრად ბრძოლა რო გიწევს ყველაფერზე. კი და პირველი ჩვენი გადადგმული ნაბიჯი წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ იყო, რომ მიანიჭეს ყველა სტატუსი. ეხლა ესეა საქართველოში უკვე, რომ მიუხედავად ასაკისა, როდესაც ბავშვს დაუდგინდება დიაგნოზის, იმ მომენტიდანვე უკვე სტატუსის მატარებელია და რატომ? ეს სტატუსი მას საშუალებას აძლევს, რომ გამოიყენოს რეაბილიტაციის პროგრამა. თუმცა ეხლა ეს გვაქვს რეაბილიტაციის პროგრამაც არის. შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში ეს თემები წამოვწიეთ. და როგორია ეს რეაბილიტაციის პროგრამა? მოკლედ ეს არის დაავადება, რომელიც ჰორმონოთერაპიასთან ერთად მოითხოვს მუდმივ რეაბილიტაციას და რას ნიშნავს? ბავშვს კვირაში ორჯერ უტარდება სპეციალური ვარჯიშები, მყესების გაწელვები. და გვეუბნებია, რომ არსებობს პროგრამა და გამოიყენეთ. მაგრამ უკიდურესობა ის იყო კიდე, რომ მივდივართ და ჩვენ მშობლებმა, მე მაგალითად როგორი გაწელვები უნდა ჩაუტარდეს ჩემ შვილს და როგორია რეაბილიტაცია, მე ეს ვისწავლე სხვადასხვა ორგანიზაციები და ქვეყნის გარეთ და უამრავ ვიდეოებს ვუყურებდი და როდესაც მივედი ადგილზე ეს არ დამხვდა. და არიციან რეაბილიტოლოგებმა, თერაპევტებმა აქ როგორი ვარჯიშები გვჭირდება, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. და ამ დროს ვეუბნებით, რომ არ არიან ისინი მზად. აქ ერთი არასწორი მოძრაობა ვარჯიში უარეს მდგომარეობამდე მიიყვანს ბავშვს და ჩვენ ვთხოვდით, რომ ექიმებიც გადაემზადებინათ, იმიტომ რომ ორი ნევროპათოლოგი ამ დაავადებას ვერ უშველის. ექიმების მზაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვთხოვდით რაღაცა გაეგზავნათ ეს ექიმები, ინფორმაციები გაეცვალათ, გამოცდილებები მიეღოთ და ასევე რეაბილიტოლოგებიც უნდა გადამზადდნენ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიური და რთული მომენტი, რთული მდგომარეობა. ეხაც მაგალითად ყველა ცენტრში რომ მიიყვანო ბავშვი, თუ მშობელმა არ იცი კარგად, რა პრობლემის წინაშე დგახარ, ესე ვერენდობი. უნდა იყოს მზად თერაპევტი, რომელიც მიიღებს ბავშვს. რამდენიმე თერაპევტი ყავს საქართველოში, ძალიან კარგი ახალგაზრდა თერაპევტები არიან, რომლებთა ნახეთ თვითონაც გამოიჩინეს სურვილი, შეისწავლეს, დაინტერესდნენ ამ თემით და მხარდაჭერა გამოგვცხადეს. თუმცა ამას ახლა მარტო ესეთ პირადი სურვილები ამ დაავადებასთან არ გმარ, აქ უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემა, გადაამზადებს და მზაობა იქნება. იმიტომ რომ ძირითადად ეს ხდება, როდესაც მიყავდეთ მშობლებს ბავშვები და თუ დედა არ ხარ კარგად ინფორმირებული, ვერ გააკონტროლებ როგორი ვარჯიშები უტარდება და ეს კიდე ძალიან ყველაფერი გასაკონტროლებელი, იმიტომ რომ არის დიუშენი და არის ის, რომ მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, განსაკუთრებული თვითეულ ორგანოს, ყველაფერს ხელი, ფეხი, ყველაფერს სჭირდება, ამ შემთხვევაში ძლიერი დედა სჭირდება. თორე ამ შემთხვევაში დროზე ადრე შეიძლება დადგეს რთული მომენტებიც და იცი სტატუსმა ძალიან გაგვახარა. რა თქმა უნდა, ამით რაც გარკვეულწილად პრობლემები მოიხსნა ერთგვარი, ბავშვს მიენიჭა სტატუსი, მაგრამ ამ შეხვედრებში, რომელიც გაგრძელდა სადღაც 8-9 შეხვედრა ქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო, რომ
სასწრაფოდ შეიქმნას გუნდი. ისეთი როგორც თქვათ მეც გამოცდილი მქონდა და გავუზიარე კიდევაც ჩემი გამოცდილება როგორ ხდებოდა თქვათ საბრანგეთში მონიტორინგი, აუცილებელია რომ სრული გუნდი არსებობდეს, რომელიც შეისწავლოს ამბავშების მდგომარეობას და აუცილებლად მოვიძიოთ ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომელსაც გიზიარებთ, რომ არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადებასთან მიმართებაში იყოს სრული, ესე რომ ვთქვათ, აი აფეთქება, რომ სამყაროში, როდესაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა აი დიუშენთან ბრძოლაში აღმოჩნდა რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც გადაავადებს პროგრესირებას და რამდენიმე წელს, ესე ვთქვათ, გჩუქნის. და ეს არის აი დღემდე კიდევ აი ის მომენტი, როცა აღიარება ქონდა ამერიკის FDA-ის ეპრუვალი და მე ემასე ჩვენთვის იყო ცალკეული აი მსოფლიოს ეიმობს, ჩვენ გვიხარია და ამ დროს მივიდივართ ჯანდაცვის სამინისტროში, ვაზიარებთ ამ ჩვენს გამოცდილებებს და იმედი გვაქვს, რომ დაიწყება რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ ნუ გავიდა 1 2 3 4 5 შეხვედრაც და ხვდებით, რომ რაღაც დიალოგის შინაარსი არ იცვლება. თუმცა ისინი იცი დარწმუნდნენ და რამდენიმე შეხვედრის მერე მათ დარწმუნებულად და ეხლაც იგივე ასრზე არიან, რომ მათ ძალიან კარგად გაგვიცნეს და იციან, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს, ვფლობთ და რასაც ვსაუბრობთ, ვიცით და ამას დამტკიცება შეგვიძლია რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ესე ინტერნეტში არ ვეძიებით ინფორმაციას, გავდივართ, მოძრაობთ, გავიცანით უამრავი ადამიანი. ჩვენი მიზანი იყო ასევე რომ წამის კომპანიებამდეც მივსულიყავით და ამის გამო რამდენიმე ქვეყანაში წავედით, კონფერენციებს დავესწარი პირადად, აი ფარმაცევტულ კომპანიებს ვეძებდი და ვეხვეწებოდი რომ მოესმინათ და გაეცნოთ რომ არსებობს საქართველო, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, როგორ გვჭირდება დახმარება და ბოლოს ისე მოხდა რომ ბოლოს შეხვედრა იტალიაში იყო და მსოფლიო ორგანიზაციამ გვაღიარა, როგორც ძლიერი მშობლები, სიტყვით გამოვედით, გამოვიტანეთ ჩვენი ისტორია, ამბავი რა ხდება საქართველოში და ესე იგი მხარს გვიჭერენ, გვაღიარებენ, როგორი მაგარი მშობლები ვართ და ეს სხვებისთვისაც როგორი სამაგალითო და ამ დროს ბრუნდებით საქართველოში და ვინ ვართ ჩვენ. რას ითხოვთ? და მედიკამენტი არის საფრთხის შემცველი და FDA ეპრუვი რო არის. FDA-ის ეპრუვი და EMA-ის ეპრუვი ჯერ იყო რომ EMA-ს ევროპის აღიარებას ელოდებოდნენ და იმის გარეშე ვერ შემოვიდა. და ევროპამაც აღიარა. ევროპამაც აღიარა. შემდეგ გადავიდა ის წავიდა დიალოგი ისე რომ უსაფრთხოება, ეს დაიხუეს ხელზე უსაფრთხოება, თუმცა ჩვენ მშობლები ძალიან კარგად ხვდებით და დაწყების დღიდან ვამბობდით, რომ დაავადება არის ფატალური და ამ დაავადებასთან მიმართებაში, შესაძაც სასწაულებრივად ჩნდება ესეთი მედიკამენტები, მშობელი ყველაფერთვის მზადაა. ყველაფერზე წავა, რომ 1 წელიც კი გადაუვადოს თავის შვილს, იმიტომ რომ ჩვენთვის ყოველი დაბადების დღე აი ძალიან მიმძიმსხოლე, მაგრამ ჩემი შვილის დაბადების დღე არ მიხარია, ყოველი მომავალი წელი ვიცი რომ ერთი წელი ემატება, შინაგანად ეს ჩემთვის ძალიან რთულია. გარეგნულად არ ვიმჩნევთ, მაგრამ ამ ყველაფერს ვუყვებით ჯანდაცვის სამინისტროში, რისი გავლა გვიწევს მშობლებს, ეს ყველაფერი იციან. მაგრამ დაიწყო ის რომ წამალი არის უსაფრთხოს, თქვენ ძალიან დიდი რისკზე მიდიხართ და უნდა დაველოდოთ და ჩვენ ვერ გავიგეთ რას უნდა დაველოდოთ. დრო არ გაგვთ და არ გვაქვს დრო და ვუხსით რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანი, კრიტიკულად დრო არის ამბავშების ესეთი რესურსი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში. და ვეუბნებით რომ ბოლოს შეხვედრაზე მე პირადად ერთ-ერთი წამლის კომპანიის იმეილიც კი მივუტანე, იმიტომ რომ ეს ხალი ძლივს დავითახმე იტალფარმაკოს კომპანია, რომელიც ჯივინუსტას აწარმოებს. დავითახმე ეს ხალი რომ მეილი მომეცით, თქო რომ საქართველოსდან წერილი მიიღოთ. ეს ხალი გვიცნობს და იმაზეც თანახმა იყო რომ ქვეყანა მოგწეროს, ყველაფერი ჩაიშალა, მზაობა აქვს ამ ხალხს რომ საქართველოსდან უნდა მივიდეს წერილი და რაღაცა ყველანაირ გზებს მოუწევთ. თუ იქნება ნება, ყველაფერი შესაძლებელია მეუბნება.
უბრალოდ თვითონ ახლა კომპანია ესე ვერ შემოვა ქვეყანაში ვერ დაინტერესდება, იმიტომ რომ ჩაუთრიან რომ პირადი ინტერესი რაღაც ფარმაცევტული გათვლები აქვს და მოკეთ მათი მხრიდან არ იქნებოდა ეს მიღებული, ამიტომ როდესაც ესეთი დიდი კომპანიაა და ქვეყანა ესეთი პატარა, მათ ინიციატივას დიდი მნიშვნელობა აქვს. შევდივარ სამინისტროში და ვუყვები ამ ამბებს და უკან მიბრუნებენ მეილს. ანუ ჩვენ არ მივწერთ, თვითონ მოგწერონ. აი ამის მოსმენა ჩემთვის რთული იყო, თქო და კაბინეტი დავტოვე, გამოვედი და აღარც შევსულ ვარ იმის მერე, იმიტომ რომ მივხვდი რომ აი აქ უკვე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს და აქ ჩვეულებრივ დროის მოპარვაზეა ამბავი 2 წელი დავკარგეთ და უკვე ჩაგვერთო ეს შფოთვის მომენტები, რომ 2 წელი დაიკარგა და ბავშვები უარეს მდგომარეობაში არიან, შანსსაც კი კარგავენ უკვე წამლის მიღების. და იძულებულები გავხდით, რომ აი ურთულესი ნაბიჯი გადავდგით, მარტივი არაა, გამოხვიდე ქუჩაში და დაიწყო აქციები. ეს იყო, არ ვიცი, ისეთი რთული პირველი დღე რო გახსენდება ხოლმე, არ ვიცი, თურმე ისეთი რაღაცების გაკეთება შემძლებია, არც ვიცოდი, რომ ამდენ შევძლებდი და სხვა გამოსავალი არ მქონდა, იმიტომ რომ ცივილურად 8 და 9 ჯერ შევედით დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც არ გისმენენ და დროს გპარავენ შენი შვილების დროს, რომელიც ძალიან ძვირფასია, მშობელი ესე უბრალოდ ვერ გაბრუნდები სახლში და ვერ დაჭდები. ჩემი მიზანიც და ყველა მშობლის მიზანიც, როცა დავიწყეთ ბრძოლა ეს იყო, რომ მე მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთო, ჩემ შვილთან უნდა ვიყო მართალი. ის რომ დამისვას, ანუ კითხები რომ დამისვას, ჩემმა შვილმა როცა გაიზრდება, მე უნდა ვუთხრა, რომ როდის რას ვაკეთებდით, ანუ როგორ არ დავნებდით, როგორ არ მივიღე მე მისი დიაგნოზი, ფარხმალი არ დავყარე და მე ყველაფერი გავაკეთე. და არ დავჭიქი უბრალოდ სახლში და არ მივიღე მოცემულობა და მდგომარეობა, როდესაც მსოფლიოში ნუ ხა ის იმდენად წინ არის უკვე მედიცინა და შეიძლება რომ ყოველწლიურად ახალი სიახლეები იყოს. და ამ დროს გვეუბნებიან, რომ ნუ არაფერი არ გეშველებათ. აი წამალიც რომ ვიყიდოთ 5 წლის მერე მაინც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და მაინც არ გეშველებათ. ამას გესაუბრებიან ამ ნეგატივს. ამას პირდაპირ ვისმენ დედა, ნუ მაინც არაფერი არ გეშველებათ, შინ არის ესეთია და ანუ თანხებს გადავიხდით, მაგრამ დაავადების მდგომარეობა და მიმართულება ბოლოს მაინც ფატალურია. და ამ დროს როგორია რომ დედა უხსნი რომ 5 წელი კი არა, 1 დღე და 10 დღეც რომ იყოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს დახმარების გარეშე ანუ თანხები არის კოლოსალური. ამას ოჯახი აი ვერანაირად თავის სახსრებით ვერ შეძლებს და ამიტომ შესაბამისად როცა ოჯახს არ შეუძლია, მოდის სახელმწიფოსთან. ანუ ეს მისი ვალდებულებაა უკვე. მაგრამ როცა ვალდებულების აღება არ უნდა და გვეუბნებია რომ იცით რა არის თქვენ რომ მოგხედოთ და თქვენ რომ მიიღოთ მე სხვასაც მოუნდება, უკვე აქ მოდის ერთი და იგივე ნარატივი რომ ესეთი მარტივი არ არის მოითხოვო მოგეცემა შენ მიიღებ სხვას მოუნდება. ნუ აქ მივხვდით უკვე რომ დროა გადავიდეთ იქამდე, სადამდეც ნუ არ გვინდოდა, მაგრამ გავედით ქუჩაში. თუმცა ამასაც მოყვა ის რომ აი ქუჩაში გასარჩევი თემა არ არის, ამას ჭირდება დისკუსია და საზოგადოებას ატყობენ ამ ფრაზებით, იმიტომ რომ არ უნდა დავიწყდეს არავის რომ ჩვენ 2 წელი ვიყავით დისკუსიაში და ჩვენ ისე რომ ვთქვათ, იძულებით ვართ ახლა გარეთ. ეს ჩვენი ნებით არ ყოფილა. სხვა გამოსავალი აღარ დაგჭირდა. როცა შობელს სხვა გამოსავალს არ გიტოვებენ, შენ უბრალოდ ახლა ვერ გაბრუნდები სახლში, თან როცა იცი რომ გამოსავალი არსებობს, აი ვერ წახვალ სახლში. და ამიტომ ის 2 წელი რაც დაიკარგა და პლუს უკვე 38 დღე დაემატა იმას კიდე, რასაც ესე ვთქვათ, ყურადღებას არ გვაქცევენ, თითქოს არც გავართ კანცელარიასთან, არც ვარსებობთ, არავითარი პასუხი, უამრავი განცხადებები შედის, ვითხოვთ პასუხებს. კანცელარიასთანაც გადასვლის მიზანი რა იყო, რომ როდესაც მივხვდით, რომ ჯანდაცვის მინისტრი საერთოდ არ აპირებს ჩვენ დახმარებას, ვიფიქრეთ, რომ წავედით ახლა პრემიერ-მინისტრთან, იქნებ მოგვისმენს, რეალურად მივაწოდებთ ამ მშობელს, რომ უსმენ და რეალურ ინფორმაციას გაწოდებს, ის უფრო სხვა არის და დამაჯერებელია. თუმცა აქაც ვერ მივახციეთ შეხვედრას. ანუ ადამიანს 4 თვეა ვთხოვთ, რომ რამდენიმე მშობელს 10 წუთით მოусმინოს და გაიგოს რა არის სიმართლე. ანუ აქაც არ არის ნება. და 38 დღე ესე ვდგავართ, მშობლები ურთულეს
ესე იგი ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ საშინელი ამინდების ბავშვებიც გარეთ. თუმეტეს რომ ცალკე პრობლემაა კიდე რომ ბავშვი არ უნდა გაცივდეს, უნდა გავუფრთხილდეთ. და ამ დროს კიდევ ერთვება რა რომ ვებრძვით ამ ყველაფერს და წამოვიდა შემდეგ რა მოდის თუმცა ამისვეც მზად ვიყავით. მშობლების გაშავება. ანუ მშობელი რომელიც იბრძვის რომ თავის შვილი გადაარჩინოს და ამ დროს ესე იგი პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ანუ სად დაინახეს ჩვენი პოლიტიკა ვერ ხვდებით, რომ ჩვენ ყოველ დაწყების დღიდან მყარად ვდგავართ სუფთად და ვიცით რასაც ვითხოვთ. თუ ეხა ადამიანი მოდის და მხარს გვიჭერს, ჩვენ ხელს ვერავის ვერ ვკრავთ, თუ ის მხარდაჭერას გვიცხადებს. და ნუ ეს რო დასრულდა, მე ახალი ტალღა წამოვიდა, რომ თურმე ჩვენ მაფიოზები ვართ და ფარმაცევტული კომპანიების მაფია არის ყველაფერი. კი, მაფიოზებიც გვიწოდეს. აი არ ვიცი. აი რა შეიძლება, აი ეხლა კიდე მოხდეს. აი ჩვენ ესე ვთქვათ, ყველანაირი ხელგზა გამოსავალი რაც შეიძლება და აი ბოლოს საპატრიარქოშიც კი ვიყავით უკვე. იმიტომ რომ აი საპატრიარქო დარჩა ერთადერთი ადგილი ბოლოს რომ ახლა არასად არავინ არ გვისმენდა. მოგისმინეს? არასად არავინ არ გვისმენდა და ნუ მოხდა ისე რომ საპატრიარქოში აღმოჩნდით დაგვიბარა პატრიარქმა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სხვათა შორის. თავიდან ბოლომდე მოგვისმინეს დაავადების შესახებ, მიმდინარეობა, გამოსავალი, მედიკამენტები, რასაც ვითხოვთ და ხარდაჭერა გამოგვიცხადეს. გითხრეს რომ რაც მათ შეუძლიათ, რაც მათ ასე ვთქვათ, ძალებში ყველაფერს გააკეთებენ. შევქმნით ჯგუფს, ამ ჯგუფში იქნება საპატრიარქო სპეციალისტები და მშობლები. ნუ ახლოს მომავალში დაგიკავშირდებით. დაახლოებით 1 კვირა გავიდა. ნუ რა თქმა უნდა ველოდებით. რომ დაგვჯერა ალბათ რომ დაგვიკავშირდებიან და თავის წლის საპატრიარქო და პატრიარქით შეიტანს ჩვენ შვილებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ქვეყანაში ახლა ყველაზე რთული მომენტი დგას, იმიტომ რომ მთელი 38 დღეა ქუჩაში ვდგავართ მშობლები, რომლებიც ითხოვენ ბავშვების გადარჩენას. ანუ არსებობს მედიკამენტი და ამ შემთხვევაში ქვეყანა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს და დაიწყოს მოთხოვნების დაკმაყოფილება. იმის მაგათ რომ დრო გაიწელოს და კიდე კარგავენ ჩვენი შვილები. რა თქმა უნდა. ხო, აი ამ ველოდებით მხარდაჭერას საპატრიარქოდან, ჯერ ახლა ნუ 1 კვირა გავიდა, რა თქმა უნდა გვესმის რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით და იმედი მაქვს რომ მათგან იქნება ზარი და დაგვიბარებენ. იმიტომ რომ ახლა ამ პერიოდში ნახეთ ჩვენ აი 2 წელი ექიმების გუნდს ვითხოვდით, აი როგორ იცით, რომ შეისწავლეთ ჩვენი შვილების მდგომარეობა, აი რა ხდება, გავარკვიოთ, იმიტომ რომ არსებობენ ოჯახები რაიონებშიც ვერანაირად ვერ ეხმარებიან შვილებს. არც იციან ნორმალურად როგორ მართონ გვეკითხებიან ჩვენ. იმიტომ რაღაცა ჩვენ გავხდით ორგანიზაცია იმედი ყოველასთვის, რომ აი გირეკავს უამრავი მშობელი, გეკითხება, აინტერესებს რამე არ გამოეპაროს, აი რაღაცა აღმოაჩინეს, რომ არის მხარდაჭერა, არის ადამიანები არსებობენ, რომლებიც დაგეხმარებიან სწორ გზას გიჩვენებენ და თქვენ რა დეფიციტიც გქონდათ, მაგ დეფიციტს ანუ ხო, სხვას უსწრებთ. და სხვათა შორის ექიმები მზად იყვნენ, უბრალოდ ისინი გვეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფოსგან თუ იქნება მზაობა და გვეტყვიან, რომ დაიწყეთ მუშაობა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიმუშავებთ. ცალკეულად თუ ხდებოდა კარდიოლოგიით, ორთოპედიით, თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე, ნახეთ შეისწავლეს ეს დიაგნოზი, შეგხვდნენ მშობლებს, პრეზენტაციაც გავუკეთეს, როგორ უნდა მოხდეს მოვლა გულთან მიმართებაში, ენდოკრინოლოგით შეგხვდა, მაგრამ აი ეს მოთხოვნა რაც ჰქონდა, რომ პროგრამა შედგეს ექიმების, რომელიც 6 თვეში ერთხელ შეისწავლის ჩვენი შვილების მდგომარეობას. ხო, სისტემა რო იყოს. არ იყო ეს და როგორც კი გამოვედით ქუჩაში მესამე დღე იყო რომ დაიწყეს გუნდზე მუშაობა და 2 კვირაში გაკეთდა. რას დაიწყეს მუშაობა ბოდიში? გუნდზე. დაიწყეს.
და ეხლა არიაშვილის კლინიკაში არსებობს გუნდი ექიმების. ქუჩაში გამოსვლიდან. ქუჩაში რომ გამოვედით, მესამე დღეს დაიწყეს და ამას ვითხოვდით 2 წელი და ეხლა ისე მიითვლიან, რომ თითქოს ეს არის მათი მიღწევა და კარგი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან გვეხარიათ. მაგრამ 2 წელი ამას არ ჩვენ ამას ჭირდება. ხაზგასმით ვაფიქსებთ, რომ ეს არის ჩვენი მორიგი მიღწევა, იმიტომ რომ მომარა ჩვენ ესეც არ იქნებოდა და სხვათა შორის ეს არ არის მარტო დიუშენთან მიმართებაში ეს პროგრამა. სისტემა ეს ეხება ყველა ნერვკუნთოვან დაავადებას და არა მარტო თქვა დიუშენის პაციენტებს. ეს არის ეს პროგრამა იქნება ყველასთვის. 18 წლამდე ვინც არის ამ ბავშვები აშვილის კლინიკაში, უკვე ხდება აღწერა, იბარებენ და ყველა ბავშვის მდგომარეობას ის შეისწავლიან. თუმცა დაგვრჩა 18+ ბავშვები, რომლებიც ურთულეს მდგომარეობაში არიან, თუმცა ჯერ მათთვის ესე პროგრამა სრულყოფილი არ არის, ამიტომ აი აქ უკვე მწვავედ არის მდგომარეობა, დიდები ითხოვენ, რომ დროულად მოხდეს მსგავსი პროგრამას დიდებს, იმიტომ რომ ბავშვი ეს 18 წელს ხდება და ანის ურთულეს მდგომარეობაში, ყველანაირ დახმარებას უწყვეტავენ. რახან სრულწლოვანი გახდა. ხო, და დახმარებაში რა იგულისხმება? აი თქვათ რეაბილიტაცია, ის შშმ სტატუსი, პენსია და ასე შემდეგ. უწყვეტავენ 18-ის რო ხდება. ხდება თითქოს ბავშვი გამოჯანმრთელდა და კარგად არის. და არც გუნდი არსებობდა. რაც ისეთ აბსურდს ვისმენ ხარ, რომ სიტყვები არ მყოფნის მართლა. და ცალკე ბრძოლა ეს იყო, რომ 18+ ბავშვებს როგორც იქამდე 18 წლამდე ისე უნდა მიეხედოს, იმიტომ რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. აი მშობლისთვის ეს არის ძალიან კრიზისული წლები. თუმცა ველოდებით ახლა რომ გვეუბნებიან, რომ ესეც მალე იქნება და ყოველ შემთხვევაში მშობლების აქტიურად არიან ჩართულები, სანამ არ მიაღწევენ მიზანს, არ გაჩერდებიან, იმიტომ რომ მათ ეხა ისეთი კრიტიკული პერიოდი აქვს, პირველ რიგში მათი შემოწმება უნდა მომხდარიყო იმ ბავშვების, რომლებიც უკვე 18-19 წლისები არიან. და შესასწავლი აქვთ პრინციპში ყველაფერი რა, პათოლოგიები ხაი ძალიან მიჭერს ახლა ამაზე საუბარი შეიძლება ეს ჩანაწერი ნახოს ათუკის დედამაც ძალიან რთულია ხამის საუბარი, მაგრამ ჩვენ ქუჩის აქციებზე როდესაც გადავედით, ათუკის მშობლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ესე მალე დაკარგავდნენ შვილს და ესე მოულოდნელად გართულდა ბავშვის მდგომარეობა, აი ვერც კი დაუშვებდნენ, რომ ამ პერიოდში და ესე მალე დადგებოდა ეს რთული მომენტი, თუმცა დადგა და ესე ძალიან მალე დაკარგეს ბავშვი და ეს დედა ძალიან რთულ მდგომარეობაშია ახლა. თუმცა კიდე აი მაინც განაგრძობენ და მხარს გვიჭერენ და ჩვენს გვერდით არიან. ეს არნიშნავს იმას, რა ძალა ჭირდება ამას აი ვერ წარმომიდგენია მართლა. თავიანთი შვილის სახელით დღემდე ჩვენს გვერდით არიან. ანუ რისი თქმა მინდა რომ ვდგავართ დღეს გარეთ, მაგრამ აი ამ ბავშვებს შეიძლება დღეს დახვალ ისეთი გართულება წავიდეთ, რომელსაც მშობელი ვერ ამჩნევ, იმიტომ რომ შინაგანი პათოლოგიების ერთულდება, დაავადება კუნთოვანია და მთელი ორგანიზმი კუნთია. როდესაც ეტლში ხდებიან ეს ბავშვები, შემდეგ უფრო რთულდება მდგომარეობა, ფეხებიდან ზემოთ მოდის დაავადება, შემდეგ ზედა კიდურებში კარგავენ. შეზღუდვები ეწყებათ, ხა დიდი ბავშვები ვინც არიან. აი არ ვიცი მათი მშობლები როგორ მოდიან აქციაზე, გმირები არიან, იმიტომ რომ ტოვებენ ბავშვებს, რომლებსაც მარტო ვერც ჭამენ, ვერც წყალს ვამენ. და შემდეგ ეს დაავადება როცა კუნთი ადამიანი და გულამდე მოდის, მე ფატალურად სრულდება და ჩვენ, როდესაც ვითხოვთ ეხლაც რომ მედიკამენტები, რომლებიც გადაავადებს ან სტაბილურობას შეუნარჩუნებს ამ ბავშვებს 5-6 წელი და ვიცით რომ ამ 5-6 წლის მერე ახალი მედიკამენტები წამოგვეწევა, იმიტომ რომ არის ახალი მედიკამენტები, რომლებიც ბოლო ფაზას გადიან. ანუ ეს არის არ ვიცი, ამის არ გაგება, ჩვენ 5 წლის წინაც ვერ დაუშვებდით, რომ წელს ვისაუბრებდით 4 მედიკამენტზე. შესაბამისად 5-6 წელი ამ დაავადებასთან ბრძოლაში იმდენად ბევრია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 5 წელს მერე კიდევ ახალი მედიკამენტები გაჩნდება. და ამ ბავშვების სიცოცხლე, ანუ ხარისხი გაუმჯობესდება და შეიძლება რომ არა 20 წელი, არამედ 30 და
ახალი მედიკამენტებით დაახლოებით ამბობენ, რომ შეიძლება 40 წლამდეც კი მიაღწიონ. და ამ დროს სახელმწიფო გვეუბნება, რომ მედიკამენტები, რომლებიც 3-4 წლით გადაავადებს ეთლში მიჯაჭვულობას, ანუ თანხებს ვერ გაიღებენ. უბრალოდ არ მისმის, სად არის მათი როლი, პასუხისმგებლობა. ძალიან რთული მოსასმენი და გასაგებია მშობლისთვის ეს ყველაფერი და არა მხოლოდ მშობლისთვის. და სხვადასხვა ამ მომენტში ცნობიერება იმდენად ამაღლდა და დღეს ყველა მიცის დიუშენი რა არის და ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა ამ ბავშვებს და ამ აქციებით ყველაფერს აქვს რაღაც თავისი მინუს პლუსები. ბავშვები, რომლებიც გარეთაც კი არ გამოდიოდნენ, დღეს გამოდიან გარეთ, რომ არ საუბრობდნენ, უკვე რამდენიმე წინადადებას ამბობენ საკუთარი თავის დასაცავად. საზოგადოება მიიღო, აღიარა ეს ბავშვები და იმდენი მხარდაჭერი გამოუჩნდათ და იმდენად ახალგაზრდები ყველა მიცის ახლა რაც გააკეთეს სტუდენტებმა, რომ ის სენსაცია მოხდა, შოკი იყო სრული, რომ ამას ჩვენც არ მოველოდით, იმიტომ რომ როდესაც მათი ინიციატივა გაჟღერდა, ჩვენ ფიქრობდით, რომ რაღაც არის კოც იყო და რთული იყო. ახლა ამდენი თანხა უნდა აგროვდეს, ანუ რამდენ ხანს უნდა იყოთ ახლა სტრიმზე 24 საათი, რომ თქვენ მოდი იყოს ფიქრობდით 50,000 თქვით და როცა ახოთ ამ თანხამდე გავჩერდეთ. აი სენსაცია მოხდა სრული. და ეს თანხები, რა თქმა უნდა, თავიდანვე გაჟღერდა, რომ ეს თანხები არ ხდება, ამ თანხების შეგროვება არ იყო მიზანი წამლების ყიდვის, იმიტომ რომ წამლები იმდენად ძვირიღის, რომ ეს სახელმწიფოს გარეშე ვერ გვარდება. თუმცა უკვე ორგანიზაციაში, სადაც ჩვენ წვლილი შევქონდა და 1000 და 2000 ლარს ვაგროვებდით, რომ ერთმანეთს დავხმარებოდით ოჯახებს, რომელსაც ანალიზის თანხები არ ქონდათ, ან სასუნთქი აპარატი უფუჭდებოდათ და გვეყიდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერით უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ ყველა ბავშვი, ყველა ოჯახს ჰქონდეს ისეთი აღჭურვილობა შესაბამის, რომელიც დიუშენის კუნთოვან დისტროფიაში უნდა ქონდეს, იმიტომ რომ დღემდე რაც სახელმწიფო როგორც ამბობს, რომ ზრუნავდნენ და ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავდნენ, არ ვიცი ხარში ხარჯავდნენ, მაგრამ ეტლები რაც ამ ბავშვებს აქვთ და რომ ეტლებშიც სხედა და სარგებლობენ, ეს არ არის გათვლილი დიუშენზე. არა, სხვადასხვანაირი უნდა იყოს. დიუშენს სჭირდება სპეციფიური ეტლი, რომელიც მორგებული იქნება ბავშვის ზომას, წონას, ხერხემალი სწორად უნდა ქონდეს, კისერს უნდა ეჭერდეს, თავს უნდა ადებდეს, იმიტომ რომ სკოლიოზი იმდენად მალე ვითარდება და პლუს კიდე ესეთ არასწორი ეტლში მსხდომი ბავშვების მდგომარეობა, ამიტომ იყო რომ დროზე ადრე იწყებდა გართულებებს, ანუ არასწორად სხედან. ფაქტობრივად ეტლი ამ ბავშვებისთვის სახლია. ანუ ყველაფერი ეტლია და სხედან არასწორ ეტლში. ანუ დღემდე? დღემდე კი და რა თქმა უნდა, ახლა ამ სახსრებით რაც გაჩნდა, ჩვენ პირველი სრული რაც არის, რომ ეტლები შეუძინოთ ამ ბავშვებს ადაპტირებული ამ წეები სჭირდებათ სახლში, იმიტომ რომ ამ ბავშვების აწევა ფიზიკურად ძალიან რთულია მშობლისთვის და ამ წეები სჭირდებათ, სპეციალური ლოგინები სჭირდებათ. და ისე გვიხარ სასუნთქი აპარატები სჭირდებათ, სახელმწიფო ეტლებს რო აძლევდა ამ ბავშვებს, ორ კვირაში იშლებოდა ეს ეტლები. დაიროებნებოდით თქვათ, რომ ესეთი ეტლი არ უნდა იყოს სხვანაირი სპეციფიური ჭირდება, პასუხი რა არის? არავინ არ გისმენდა, ანუ მადლობელი უნდა იყო თუ რამეს გაძლევდნენ. და სხვათა შორის ეს ჩვენი მშობლების ინიციატივით მოდის ისიც, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტლში არ უნდა ისხდნენ ეს ბავშვები. ჩვენ ხო ვხედავთ, როგორ ხდება ევროპაში და ამერიკაში ამ დაავადების მართვა. თითოეული, ანუ სხეულის ნაწილი ბავშვს როგორ უნდა ქონდეს ეტლზე მორგებული და ეტლში როგორ უნდა იყოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ხერხემის გამრუდება დროზე ადრე არ დაიწყოს. და ანუ არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ეს ფინანსები სრულიად, აი წამინდეთ, რომ ბავშვებს რა აბედნიერებთ, რომ ექნებათ კარგად ადაპტირებული ეტლი, რომელთაც ქუჩაშიც გადაადგილდებიან თავისუფლად. მოდით დავაკონკრეტოთ, რომ ქუჩაში გადაადგილება ძალიან რთულია, იმიტომ რომ არ არის ადაპტირებული ჩვენი ქუჩაში გადაადგილება ეს ცალკე პრობლემა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მშობელი, რომელიც ესე იგი ერთი რომ დაავადებას ებრძვის შენიშვნით დამთვალ დიაგნოზებს, მეორე ის რომ საზოგადოებაში ვერ გამოყავს, აი ისე უჭირთ ამ ეტლების ტარება. ურთულესია. ტრანსპორტში უწევთ ასვლა და ის ცალკე პრობლემები იწყება, იმიტომ რომ არ არის ადაპტირებული ჩვენი ავტობუსები. ანუ როგორია რომ ადაპტირებული არის, როგორ თვლიან რომ
მშობლიოდესაც როგორც ხა მშობლების განვითარება უნდა გააჩერებ ავტობუსს ჩერდება გაჩერებაზე უნდა დაელოდო მძღოლი უნდა გადმოვიდეს ყველგან ესეა კი და თუმცა მე როდის ავა მე რა თქმა უნდა იწყება ადამიანების უკმაყოფილება ხო რა ხდება ხო ესე იგი მივდივართ ისევ იქამდე რომ საზოგადოება არ არის მზად ემპათია არ აქვს საზოგადოებას და გრძნობ თავს რაღაც ზედმეტად აი ჩვენ ახლა პირველ რიგშიც მოვიდომეთ კიდევ რომ ჩვენი სურვილი რაც იყო რომ სპეციალიზირებული მანქანები შევიძინოთ ეტლზე ადაპტირებული რომ ვისაც დასჭირდება მანქანებით ისარგებლება რა ანუ კლინიკაში თუ სადმე თუ რაიონიდან აქ უნდათ ჩამოსვლა ბავშვებს გვექნება ამის საშუალება ორგანიზაციას უკვე რომ აი ყველაფერი რაც სჭირდება დიუშენს და ამ დაავადებას მართვაში მოვლაში ევროპული სტანდარტებით ჩვენ გვინდა რომ ესე დავაკმაყოფილოთ რომ ცალკე კიდე ეს დაემატოს ამდენი პრობლემა ოჯახს ცალკე დიაგნოზზე ბრძოლო თუ სასუნთქი აპარატი არ გაქვს ეტლი არ გაქვს მე ხა სასუნთქი აპარატებიც უფუჭდებოდათ ოჯახებს და ერთ-ერთი ოჯახი იყო დავეხმარეთ ესე იგი დედა რამდენი საათის განმავლობაში თვითონ უტარებდა ბავშვს ხელოვნურ სუნთქას რომ ანუ იმიტომ რომ აპარატი გაფუჭდა დენი რომ გაითიშოს ანუ ამ ბავშვების სიცოცხლე დასრულდება, იმიტომ რომ ისინი მუდმივად აპარატზე არიან, ხელოვნურად აპარატზე შეერთებულები ისე სუნთქავენ და ამის სჭირდება გენერატორების უდენი რო გაითიშოს. უდენი ითიშება ჩვენთან ხშირად. და ამიტომ ჩვენ ორგანიზაციამ უკვე დავიწყეთ უყიდეთ რამდენიმე ოჯახს გენერატორიც რო ქონდეთ და დაზღვეულები იყვნენ. აი ძალიან ბევრი პრობლემაა და ამას ყვებაზე რო ვისაუბროთ, აი ყვება როგორღაც სპეციალური ყვება ჭირდებათ? ყვებად და ყველაფერი სპეციალიზირებული ჭირდებათ, აი ნახეთ ჩვენ ისიც კი შესწავლილი გვაქვს რომ ამ ბავშვებს ჯერ რომ სპეციალურად ესე კი სტომატოლოგი სჭირდებათ პირის ზღვრდა რო დავიწყოთ, იმიტომ რომ ამათ ძალიან განსაკუთრებული მოვლა უნდათ პირის ზღვრში, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს რა ხდება ბავშვებმაც მომისმინონ. სახის კუნთებიც იშლება. შესაბამისად თავიდანვე სწორი მოვლა უნდა პირის ზღვრს, კბილების თანწყობას და ასე შემდეგ. ყვებაც ნელ-ნელა რთულდება და უჭირთ მერე ღეჭვა. ძირითადად მე რბილ საკვებზე არიან ან დაბრენდერებული საკვებზე, იმიტომ რომ ყბის კუნთებიც იშლება და აი ურთულესი არა რამდენი უბედური შემთხვევა ყოფილა ახლა წასულში ესეც ვეძიებ ოჯახებს რომ ზოგი ესე არასწორად საკვებით გაგუდულან ჭამის დროს ეს ძალიან რთულია არ ვიცი რა ბავშვები რომელთაც წყალის წყურია და ვერ სვამენ და ფაქტობრივად დედის გარეშე ვერ არსებობს და ანუ დედაც როგორც დედა ანუ ამ შემთხვევაში აქვს თავი გადადებული შვილისთვის არც სამსახური ანუ არაფერი არ და შენ ეკუთვნის შენ შვილს იმიტომ რომ ერთი წუთიც ვერ დატოვებ შენს გარეშე ის წყალსაც ვერ დალევს და ანუ აი ამ მდგომარეობაში არიან ახლა დედები და თქვენ ახსენეთ ფსიქოლოგი საკუთარი თავის მე თვითონ ვიყავიო და მე თვითონ გავხდიო და როგორ არის თქვათ აი არ ჭირდებათ სპეციალური თერაპია, დახმარება მშობელს ახლა. კი, როგორ არ ჭირდებათ. სხვათაშორის ახლა ნახეთ, რაც ცნობიერება ამაღლდა ძალიან ბევრი მხარდამჭერი გაგვიჩნდა, როგორც ფსიქოლოგები, ფსიქიატრებიც, ინიციატივა. კი, მზადარიან უსასყიდლოდ დაგვეხმარონ ჩვენ ახლა მშობლებს, ბავშვებს და ამაზეც მუშაობთ. სხვათაშორის არიან ოჯახები, რომელთაც უკვე სული გაუჩნდათ და დაეხმარებიან, რა თქმა უნდა, ეს მათი ფსიქოლოგების კეთილი ნება ამ შემთხვევაში. თორე ჭირდება. არა ისე რომ თქვა სახელმწიფო ზრუნავდეს ამ ყველაფერს. არა, ხო. ჯერჯერობით ესეთი ინიციატივები გვაქვს კეთილი ნებით. მოდიან ჩვენთან ფსიქოლოგები და სოლიდარობას გვიცხადებენ, რომ როცა არ უნდა დაგჭირდეთ, რაც არ უნდა იყოს, თქვენს გვერდით ვართ, გაგიწევთ როგორც მშობელს, ისე ბავშვს დახმარებას. ანუ ქუჩაში გამოსვლა ბევრი რამ მოიტანა, იცით, იმიტომ რომ ანუ მარტო დახურულ კლასს მიღმა არაფერი არ იცოდა და ანუ ეს საჭირო თურმე საჭირო ყოფილა გამოიტანო რაღაცები ქუჩაში, იმიტომ რომ საზოგადოებამ მიგიღოს, გაიგოს შენ შესახებ. ზოგადად ჩვენ ცოტა მძიმე წარსულიდან მოვდივართ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს შშმ პირისაერთო სახლიდან არ გამოყავდა და სირცხვილი იყო და ძალიან ცოტა ხნის წინ იყო ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში და ძალიან სწორი ქენით მართლა რომ გამოხვედით გარეთ და კი ანუ არა მარტო დიუშენთან მიმართებაში ზოგადად ზოგადად არის ახაც არის ეს მდგომარეობა რომ ძალიან ბევრი შშმ პირი
სახლშია და არც გამოყავთ ამიტომ რომ ავტობუსის ისტორია რაც თქვით რომ უკმაყოფილება იწყება ეს ახლა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მაგას რომ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს არ ხდება აი არაფრით ეს არ მოხდება ეს ერთი და მეორე ის რომ სკოლაში დადიან ეს ბავშვები ანუ სკოლას ბავშვი ერგება სკოლა კი არ ერგება ბავშვს ანუ აქ ცალკე პრობლემები გვეწყება ანუ იმიტომ რომ უნდა იყოს ამათი კლასი პირველ სართულზე, იმიტომ რომ ბავშვი კი ბეზე ვერ ადის ან ლიფტი უნდა იყოს ადაპტირებული, ან ასისტენტი ყავდეს, რომ ეს დაეხმარება ამ ბავშვს. ანუ ეს ყველაფერი არა ერთ-ერთი მშობელი ყავს, ანუ თვითონ არის 24 საათი, ანუ თვითონ არის სკოლაში თავის შვილთან ერთად, იმიტომ რომ ასისტენტი არ ყავს. ანუ დედა არის შვილთან სრული საათები განაკვეთი. კი, რომ თავის შვილმა ესე რამე რო დასჭიდეს, დამხმარე ყავდეს. ანუ ყველაფერი მისახედია ამასთან მიმართებაში და ეს მარტო როდესაც ეს მოძრაობა და ზოგადად დავიწყოთ ცნობების ამაღლება, ანუ ყველა შიშიმოპირი იგულისხმება უკვე ყველამ უნდა ამოიღოს, ყველას უნდა მიეხედოს და ის მოითხოვა რაც გეკუთვნის. ანუ ერთი რომ დაავადებას ებრძვის და მეორე კიდე საზოგადოება სოციუმს და ნახევარზე მეტი ბავშვები სკოლაში არ დადიან. ანუ არ სულიან და ეს ანუ ეს არ უნდა არასწორია, იმიტომ რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ გარეთ გასვლა. რა თქმა უნდა. მეგობარი სჭირდებათ საზოგადო. ანუ ეს აუცილებელია. და ჩვენ ამასაც მივახცევთ და მე მგონია რომ უფრო მეტად ყურადღების მიქცევა ჭირდება პირიქით და საზოგადოების მხრიდან მეტი ემპათია და სოლიდარობა. სკოლიდან უნდა ისწავლებოდეს ეს. რა თქმა უნდა. სკოლიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ შენ უნდა გაგაჩნდეს შენი თანატორის თუ მეორე ადამიანის მიერ ემპათია, თანადგომა, თანაგრძნობა და ეს ყველას პასუხისმგებლობაა და არა მარტო იმ ოჯახების, სადაც ეს არის, იმიტომ რომ რთულია ხა ამის თქმა, მაგრამ არავინ არ იცის ხვალ ვისთან მივა ეს დაავადება და ამიტომ ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს არის, რომ საზოგადოება უნდა შეიცვალოს კიდევ რა. მე არ მინდა რომ ჩემი შვილი სახლში იყოს. არ უნდა სკოლაში არიაროს და ანუ ამას არასოდეს არ მივიღებ. მიჩვენია საზოგადოება შევცვალო და საზოგადოება მიიღოს. იმიტომ რომ მასაც აქვს თავისი უფლებები და ეს ბავშვები ცალკე ამ რთულ მდგომარეობას ებრძვიან და კიდე ეს სტრესი რაც ამას ემატება. შინაგანად ძალიან გრძნობიარე ბავშვები და ისეთი ჭკვიანები არიან განსაკუთრებით დიდები ვინც ყავს ახლა გარეთ გამოვიდნენ საუბარი დაიწყეს ისე მეტყველებენ ისე აზროვნებენ ეს ბავშვები რომ ის საოცრება თვითონ დედებსაც კი უკვით იმიტომ რომ სახლში ესეთი თამამები არ იყვნენ მაგრამ ეუხარიათ რომ ყველა ცნობს ყველა რაღაცით ცდილობს ამათ გახარებას და ამათ უსმენენ, დაინტერესდნენ, რაღაცნაირად აი ამ სიყვარული მიიღეს, ხო? ამ ხარდაჭერით ვამბობდით, რომ ამ ბავშვებს 3-4 წელი კიდე ვაჩუქეთ. იმდენად ბედნიერები არიან. იმით რომ ყურადღება იგრძნეს, იმიტომ რომ აქამდე ხო სულ მარტო იყვნენ სახლში და არავინ არ იცოდა მათ შესახებ და თავიდან ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ახლა ნელ-ნელა საუბრობენ თავიანთ დიაგნოზზე. ის იმედი რაც არის მედიკამენტის რო არ კარგავენ როგორ იბრძვიან და მშობლებს აქეთ ამხნევებენ კიდე როჩი უდგანა ისეთი ჭკვიანები არიან და აი როგორ შეიძლება ამას ხედავ ყველაფერს ხო სახელმწიფოს როლი პასუხისმგებლობა სად არის ანუ თუ შეგიძლია რომ დაეხმარო და გადაარჩინო და იცი რომ ამას ოჯახები თავის სახსრებით ვერ გააკეთებენ ბოლო მაინც ეს რჩება ანუ სადაც არ ვიყავით რამდენი გამოცდილებაც არ მივიღეთ რამდენი რეკომენდაცია რჩება ბოლო მაინც ეს რომ როცა სახელმწიფოში არსებობს ნება ყველაფერი იქნება სახელმწიფო ჩვენი დაქირავებულია ის წესით ესეა კი, ჩვენი გადასახადებით ხო ჩვენი და ეს ჩვენ სრულიად მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მიაღწევთ თქვენ და მედიკამენტიც აუცილებლად ჩვენ ვერანაირად ვერც გავჩერდებით, არც სახლში დაუბრუნდებით, სანამ იმას არ მივიღებთ, რაც ჩვენ შვილებს ეკუთვნით და ისინი იმსახურებენ, რომ კი გაუხანგრძლივდეთ სიცოცხლე, რომელზეც აქამდე და მიიღონ ის მედიკამენტები, რომლებზეც აქამდე ვერც კი ვიოცნებებდით და ახლა ამ შანსს ხო მშობელი ვერანაირად გაუშვებს რა. ანუ ბოლომდე რაც არ უნდა დაგვიჯდეს, მაინც
ჩვენ საზოგადოება დედა სახლში. ყველანაირად შევეცდებით და დაგიჭერთ მით მხარს. უმეტეს ქართველი პაციენტებიც ყავს ამერიკაშიც და ევროპაშიც, რომლებიც ახალი მედიკამენტებით კურნალობენ და ისინი ყოველდღურად ხო გვიზიარებენ ამ ყველაფერს და პროგრესი როგორია აქვთ. მშობლისთვის, რომ იცი რომ სადღაც იქ კურნალობენ არსებობს და შენთვის აქ კარგავ დროს და ყოველ დღე სახელმწიფო გართმევს თითოეულ დღეს და ეს არის დანაშაული ჩვეულებრივ და ამ შემთხვევაში ჩვენ ეს უფრო მეტ мотиваციას გვაძლევს. ჩვენ კი ვიბრძოლებთ, აი არასოს არ დავიღლებით, უბრალოდ ჩვენი მეორე პრობლემა და რაც გვანერვიულებს, რჩება ის, რომ დრო, რომელსაც აი ამ ბავშვებისთვის ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ყოველ დღეს კიდე ახალი დღე ემატება რა. ძალიან რთულია. ძალიან. გამძლეობა მოგცეთ. მადლობა. მართლა ღმერთმა და რა ვიცი, ძალიან ემოციური და ძალიან ისეთი იყო ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა და რა ვიცი, მხარდაჭერას გიცხადებთ მე პირადად, რითიც შემიძლია. მადლობა. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ.